კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა წარმოგიდგენთ. ეს არის CST. Reference menu-ში არსებულ ბრძანებას, რომელსაც ქვია ინდექსი, ანუ mark entry და შემდეგ insert index-ი. ამისათვის ჩვენ ვიყენებთ დოკუმენტს, რომელიც გახლავთ გოდერძი ჩოხელის ნაწარმოები, ვინახავთ დავუშვათ ფაილს, მაგალითად ფაილი save as-ი. შენახვისას უთითებთ ადგილს, სადაც გვინდა რომ შევინახოთ, მაგალითად Word-ის ვიდეოების შევინახავ და დავარქმევ chapter 38-ს და დავიწყებ გამოყენებას mark entry-ს. მაგალითად მოვძებნი სიტყვას Sasha და ამ სიტყვას Sasha-ს მივცემ mark entry და მივცემ sub entry-ს, ანუ დავუშვათ რას ნიშნავს. ხო, ეს მაგალითად დავარქმევ, რომ ეს არის ალექსანდრე. და მივცემ ბრძანებას mark 1 შემთხვევა, როდესაც მხოლოდ უშუალოდ ამ კონკრეტულ Sasha-ს განმარტებას ვაკეთებთ, ან მეორე ვარიანტია mark all მთელ დოკუმენტებში თვითონ მოძებნის და როგორც ხედავთ, სადაც იყო Sasha, მიაბა ესეთი რაღაცა, ანუ ალექსანდრე, აი აქაც Sasha-ზე მიაბა ალექსანდრე და ასე შემდეგ. შემდეგი მეორე ბრძანება, მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ და აქ სადღაც ტექსტში მახსოვს არის სიტყვა Kutaisi და ავიღოთ დავუშვათ სიტყვა Kutaisi და მივცეთ მას განმარტება mark entry-ში Kutaisi-ს მაგივრად დავწეროთ ქალაქი Kutaisi. და მივცეთ ასევე mark all-ი. შემდეგ მივცეთ დავუშვათ close ბრძანება, წავიდეთ დოკუმენტის ბოლოში და როდესაც ჩვენ დავდგებით დოკუმენტის ბოლოში, აი აქ მაგალითად გავაკეთოთ, ეს შეგვიძლია წავშალოთ, ეს ძველი რაღაცა არის. და გავაკეთოთ ესეთი რამ, insert index-ი. გამოსულ ფანჯარაში შეგვიძლია ავირჩიოთ, როგორც ხედავთ, თუ რამდენი კოლონა იყოს მაგალითად, ან სტილის შერჩევა დაახლოებით ისევე როგორც table of contents-ში იყო. მოდით ავირჩიოთ classic-ი, სადაც ასოების მიხედვით იყოფა. მივცეთ OK ბრძანება და ვნახოთ რა სურათს მოგცემს. და როგორც ხედავთ, ჩვენ ასოების მიხედვით გამოგვივიდა, ასე ვთქვათ, განმარტებები, სადაც მაგალითად 100S-ზე გვხვდება სიტყვა Sasha, რაც იგივეა, რაც ალექსანდრე, რომელიც გამოიყენება ამ დოკუმენტის პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე გვერდებზე. ხოლო სიტყვა Kutaisi, ანუ ქალაქი Kutaisi გვხვდება პირველ და მეორე გვერდებზე. ამით რასაკვირველია, უნდა შეგახსენოთ აქვე, რომ არის ბრძანება update field-ი, ისევე როგორც table of contents-ზე, ანუ თუ რაიმე შეიცვლება, შესაბამისად თქვენც შეგიძლიათ ავტომატურად განაახლოთ, თუ ახალი mark entry გააკეთეთ ან ასე შემდეგ. მაგალითად, სიტყვა ძია და დავადოთ აი ამ სიტყვა ძიას განმარტება. ეს არის reference-ში mark entry, ძია სიტყვა იყოს ბიძია. და მივცეთ ბრძანება mark all-ი, შემდეგ close-ი და რასაკვირველია, თუ მივცემთ update field-ი, დავინახავთ, რომ დაემატება კიდევ ერთი ახალი ასო, ეს არის ასო ძ და სიტყვა ძია, როგორც ხედავთ, რომელიც არის გამოყენებული, არის ბიძია და გამოყენებულია პირველ, მეხუთე და მეექვსე გვერდებზე. ნუ აქ უბრალოდ ადგილი აღარ იყო და ამიტომ ესე ვთქვათ, აქ არ დაეტია ტექსტი, აი თუ ნახავთ და გადავალთ ახალ გვერდზე, ნახავთ, რომ აი ძია და ბიძია. კარგი, დიდი მადლობა, ამითი დავასრულეთ ჩვენ საუბარი reference menu-ში არსებულ ინდექსებზე. კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა წარმოგიდგენთ. ეს არის CST.